შენ მიწის ქვეშ ოპერირებდი ომის დროს. კუტოკა სირენის ჩართვა მოქმედება, მაგრამ შენ აგძელებ წამიდან წამამდე, დღიდან დღემდე, თითო გულს გადაარჩენ და ბავშვები იხსნებიან. 7 ოქტომბერს ექიმი ზაკია მულუ ისრაელში ბავშვთა გულის ქირურგად გადიოდა ტრენინგს. მას შეეძლო სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად დარჩენა გადაწყვიტა. მოგესალმებით ჩვენს გადაცემაში. მადლობა რომ ჩვენთან ხართ. დიდი მადლობა. გვითხარით ცოტა რამ, საიდან ხართ წარმოშობით? კარგი, მე ზამბიის მოქალაქე ვარ. ეს არის ქვეყანა აფრიკის სამხრეთ ნაწილში, დაახლოებით 21 მილიონი მოსახლეობით. და უნდა ითქვას, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ არ გვყავდა პედიატრიული გულის ქირურგი. ქირურგი, რომელიც ოპერაციას ჩაატარებდა ბავშვებზე გულის პრობლემებით. ზამბიაში არ არის პედიატრიული გულის ქირურგი. ჩვენ არ ყოლია ესეთი ქირურგი, მანამ სანამ ორგანიზაცია შვილის გულის გადარჩენა არ ჩაერთო და არ დაიწყო ეს ტრენინგი. ისინი მე მასწავლიან როგორც მეორე ქირურგს, რომელიც ამ კურნალობას შესთავაზებს, მას შემდეგ რაც ჩემი უფროსი კოლეგა დოქტორი ზივა გაწვრთნეს. სწორედ ამიტომ ვარ აქ, იმის გამო თუ რა კარგ საქმეს აკეთებს შვილის გულის გადარჩენა. ესე რომ შვილის გულის გადარჩენა მოგცათ შესაძლებლობა, რომ ისრაელში ჩამოსულიყავით და 5 წლის განმავლობაში პედიატრიულ გულის ქირურგად გაგევლოთ ტრენინგი. დიახ, და შემდეგ ომი იწყება. დიახ. ამ ეტაპზე რას აკეთებთ? აგი, ასე რომ 2023 წლის მარტში რო ჩამოხვედით, მართალია. ხო. რამდენიმე წლის შემდეგ აქ მოხდა რაღაცა ისეთი, რაც დიდი ხანია არ მომხდარა. ეს საშიში იყო. რა თქმა უნდა. ძალიან საშიში იყო. მაგრამ ხედავთ, ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ თავიდანვე უსაფრთხოდ ვიყოთ. და მე პირველი არ ვარ, ვინც აქ მოსულა. ყავს კოლეგები, რომლებიც აქ გაწვრთნილან, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი სწავლება და დაბრუნდნენ უკან და მინდა უბრალოდ აღვნიშნო, რომ როცა ხედავთ თქვენს ტრენერებს, თქვენს მენტორებს, რომლებიც გზაზე მიდიან ვოლფსონის სამედიცინო ცენტრში, სილვან ადამსის ბავშვთა საავადმყოფოში და ცაში რაკეტებია და მათი ჩამოგდება ხდება. და ისინი მაინც მიდიან იქ, რომ უმკურნალონ არაისრაელ ბავშვს. მეტი რაღა გინდათ. შეგეძლო გადაგეწყვიტა წასვლა, რადგან ეხლა ეს ომი გვაქვს. ვფიქრობ, მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, გამეგრძელებინა სწავლება და ყოფილიყავი იქ. თითოეული ისრაელელისთვის, ვინც იმ მომენტში დაძაბული იყო. მოკლედ, შვილების გულის გადარჩენა იღებს ბავშვებს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც აქვთ გულის პრობლემები, გადაუდებელი გულის პრობლემები შეიძლება დაიღუპონ. მათ ჩამოყავთ ისინი ისრაელში და ატარებენ ამ სიცოცხლის გადამრჩენ ოპერაციებს. ამის გარდა ისინი ამზადებენ თქვენნაირ ადამიანებს ქვეყნებიდან, სადაც ასეთი ქირურგები არ არიან, რომ შემდეგ დაბრუნდეთ და თქვენ საზოგადოებას დაეხმაროთ. ზუსტად ასეა. ასე რომ აქ დარჩენა არ იყო აუცილებელი, რადგან უბრალოდ სახლში დაბრუნებად შეგეძლოთ. დიახ. მაგრამ ამის ნაცვლად აქ დარჩით და ისრაელელ ბავშვებს უმკურნალეთ. რა მოხდა ომის დაწყების შემდეგ? ეხლა თქვენ გყავთ დაახლოებით 8000 ბავშვი, რომლებსაც ამ ორგანიზაციამ დახმარება გაუწია. და მე მოვედი, რომ გავიარო ტრენინგი და შევუერთდე იმ გუნდს, რომელიც უკვე გაწვრთნილია. სწორია. დიახ. და ჩვენ გვაქვს ყოველი მომენტი და აღსანიშნავია, რომ ომის დროსაც კი ეს ოპერაციები გრძელდება. გაცნობებთ, რომ აშენებული საავადმყოფო თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოა. ეს არის დაცული საავადმყოფო. ასე რომ აქტიური ომის დროსაც კი შეგვიძლია ვიყოთ დაცულ თავშესაფარში და გავაგრძელოთ ეს ოპერაციები. ომის დროს მიწის ქვეშ ოპერაციებს ატარებდით. დიახ. მოგვიყევით ამის შესახებ. -1. ჩვენ იქ მივდივართ. და ოპერაციის ჩატარებისას სირენების ხმა გესმით. გესმით აფეთქებების ხმა. მაგრამ თქვენ აგრძელებთ წუთიდან წუთამდე, დღიდან დღემდე, თითო გულს გადაარჩენთ. და ბავშვები იხსნებიან. ხედავთ, ომამდე ჩვენ უკვე გვყავდა ბავშვები სხვადასხვა ქვეყნიდან ისრაელში. ისინი ცხოვრობდნენ ბავშვთა სახლში ხორონში, რომელსაც ასევე აქვს ბომბსაფარი. ისტორია. იმ მომენტებში, როცა რაკეტებია, ისინი შედიან ამ დაცულ ოთახში და იქ ყავთ ლაურა, დედა, რომელიც მათთან ერთად ატარებს დროს. და დარწმუნებულია, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან. როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, ისინი გადადიან საავადმყოფოში და ამ ბავშვებს მკურნალობა სჭირდებათ. ომის მიუხედავად, გულის ოპერაციები უნდა გაგრძელდეს.
ბავშვებს მკურნალობა სჭირდებათ და ეს დიდი პატივია. იყო იმ გუნდის ნაწილი, რომელიც ამას აკეთებს და აგრძელებს საკუთარ მომზადებას. რა დაემართათ იმ ბავშვებს, რომლებიც მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ გულის ოპერაციის გასაკეთებლად? მრავალი მათგანი დაბრუნდა თუ უბრალოდ დარჩნენ, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. მათ სურდათ, რომ ეს ოპერაციები გადაერჩინათ. როგორც იცით, ომის დაწყების შემდეგ მათ ვეღარ შეძლეს ქვეყნიდან გამგზავრება. ხო. ხო, მაგრამ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. და ყველა მათგანი უსაფრთხოდ იყო მთელი ამ დროის განმავლობაში. ჩვენ ყველანი უსაფრთხოდ ვიყავით. ჩვენ დაცულები ვიყავით. და სამწუხარო იქნებოდა დაბრუნება, მით უმეტეს იმ მდგომარეობით დაბრუნება, რომელიც ისევ არ გაძლევს იმედს. მართალი. რადგან ამ ბავშვებიდან ბევრი, ვინც მკურნალობას ვერ იღებს, ცუდი ცხოვრების ხარისხით ცხოვრობს და მალე იღუპება. ასე რომ თქვენ იმ ადგილას ხართ, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დახმარება და თქვენი უსაფრთხოება გარანტირებულია. ისინი აქ იყვნენ მანამ, სანამ მკურნალობას არ მიიღებდნენ და შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ. როგორ მიხვდით, რომ გადაარჩინე ბავშვის გული ზამბიაში ცხოვრებისას ასეთ ტრენინგს მოგცემდათ? ეს თქვენი საავადმყოფოს მიერ შემოთავაზებული იყო. როგორ გაიგეთ, რომ უნდა გაგეგზავნათ განაცხადი? ხედავთ, ბევრი წლის წინ ფიქრობდი ისეთ რაღაცებზე, როგორიცაა გულის ქირურგია, მაგრამ რეალობას უნდა შევხედროდი. ეს ჩემს ქვეყანაში არ ხორციელდებოდა. საერთოდ, გულის ქირურგია არ არსებობდა. როცა სამედიცინო სწავლა დავამთავრე, დავფიქრდი რა მომწონდა ყველაზე მეტად და აღმოაჩინე, რომ მაინტერესებდა უნარები, ქირურგია და მიყვარს ბავშვებთან მუშაობა. ამიტომ ჩემთვის მარტივი იყო ბავშვთა ქირურგიის არჩევა პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს. და სწორედ ეს გავაკეთე. გულზე ქირურგიაც კი დამავიწყდა, სანამ ჩემო უფროსმა კოლეგამ არ მითხრა, რომ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მზად არის მეორე გულის ქირურგი მოამზადოს. ეს არის დოქტორი ზივა, რომელმაც აქ 5 წელი გაიარა ტრენინგი. დაასრულა 2023 წელს. მან ამის შესახებ მითხრა და მე გამოვიჩინე ინტერესი, როგორც ბევრმა სხვა კოლეგამ. შემდეგ კი მომეცა შესაძლებლობა აქ ჩამოსვლის და გავიხსენე, რომ ჩემი ძველი ოცნება ახდა. ეს იყო პასუხი ლოცვაზე. მაგრამ ჩემს ოცნებაზე უფრო მნიშვნელოვანია იმედი, რომელიც ზამბიის ბავშვებს ეძლევათ. ეს იმედია, რომელიც იქაურ ოჯახებს და მთლიანად ქვეყანას ეძლევა. იცით, სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით ყოველ 100 ბავშვი ერთს გულის დაავადება აქვს. გულის დაავადებით იბადება. მსოფლიოს გარშემო, გლობალურად. ყოველ 100 ბავშვი ერთი. იქ სადაც ხარ. 1.9. ეს ბევრია. დიახ, 1%. 100-დან, ვისაც გულის პრობლემები აქვს და მათგან დაახლოებით მეოთხედს ოპერაცია დასჭირდება, რომ გადარჩნენ. ვაუ. მათ ეს დასჭირდებათ. ასე რომ, თუ ქვეყანაში დაახლოებით 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ეს დიდი რიცხვებია. ასე რომ, ჩვენ ბევრი ბავშვი გვყავს. მათგან ბევრი გზაში დაიღუპა. ისინი იღუპებიან, რადგან იქ გამოსავალი არ არსებობს. შეიძლება დიაგნოზი დასვან, მაგრამ შემდეგ მკურნალობა არ არსებობს. საკმარისი ფული უნდა გქონდეს, რომ ქვეყნიდან წახვიდე იქ, სადაც მკურნალობა შესაძლებელია. და ვფიქრობ, უმეტესობას არ აქვს ფული, რომ შვილები იქ მკურნალობაზე წაიყვანო. არ აქვს, გულის ქირურგია ძალიან ძვირია. მაგრამ შემდეგ ჩნდება ორგანიზაცია, რომელიც ამ ბავშვებს ეხმარება და მათ სამკურნალოდ მიყავს, კიდევ უფრო შორს მიდის, ჩვენ თქვენს ექიმებსაც გამოვწურთნით, რომ ეს გამოცდილება გქონდეთ და საკუთარ ქვეყანაში შეძლონ ამ მკურნალობის ჩატარება. ასე რომ ყავს ბავშვები, რომლებიც ამ მკურნალობისთვის ჩამოდიან, მაშინ როცა სხვები უკვე მკურნალობას იღებენ, პირდაპირ საკუთარ ქვეყანაში. და ისინი კიდევ უფრო შორს მიდიან და გულფილტვის აპარატსაც კი ჩუქნიან, რათა თქვენ გაგაძლიერო. ასე რომ ამერიკულ ებრაულ კომიტეტს პარტნიორობა აქვს ორგანიზაცია გადაარჩინე ბავშვის გულისთან, რომლებმაც გულფილტვის აპარატის შეძენაში დაგვეხმარნენ. ეს ზრდის თქვენს შესაძლებლობებს. ვაუ. და ეს გაძლევთ საშუალებას დამოუკიდებლად იდგეთ და მეტი შეძლოთ. და ეს მხოლოდ ამბავია ზამბიის შესახებ. ერთ-ერთი იმ 65 ქვეყნიდან, რომელსაც ეხმარებიან. ჩვენ ყავს სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც დახმარება გაეწიათ. ჩვენ ყავს ტანზანია, სადაც ეს გუნდი დიდი ხნის განმავლობაში შენდებოდა. ჩვენ ყავს რუანდა, ეთიოპია და ტანზანია. ყველა ამ ქვეყნიდან სპეციალისტები გადამზადდნენ. ზოგიერთი ქირურგი თქვენნაირი აქ არის გადამზადებული. დიახ. და ამჟამადაც კი მყავს კოლეგები რუანდიდან, ტანზანიიდან, რომლებიც ჩემთან ერთად სხვადასხვა სფეროში გადამზადებას გადიან.
რადგან როდესაც გულის ოპერაცია გიტარდება, ეს მხოლოდ ქირურგს არ ეხება. რა თქმა უნდა. ასე რომ გჭირდება ანესთეზიოლოგი, ექიმი, რომელიც ამ ბავშვებს დააძინებს. ჩვენ ყავს ესეთი გადამზადებული სპეციალისტი, ექიმი მაიკლ კანგვა. ყავს ის, ვინც გულისა და ფილტვის აპარატს მართავს, პერფუზიონისტი. ჩვენ ყავს ფელიქსი, რომელიც ამას სამშობლოში მართავს. და შემდეგ, როცა მთელი ოპერაცია დასრულდება, გჭირდება ექიმი, რომელიც ამ ბავშვებს რეანიმაციაში მოუვლის. ყავს ექიმი, რომელიც ამ ბავშვებს უვლის. ასე რომ ხედავთ, გუნდი შექმნილია და ეს გუნდური მუშაობაა. ამ პროგრამების წარმატებას უზრუნველყოფს. ასე რომ Save a Child's Heart ქმნის გუნდს, აძლიერებს მას და ხედავს, როგორ ვითარდება გუნდი. ეს საოცარია. და ეხმარება ამ გუნდების კოორდინაციაში. გვაქვს სამხრეთის თანამშრომლობა, ტანზანია და ზამბია ერთად მუშაობენ, ხედავენ, რომ ისინი ეხმარებიან ამ ახალ გუნდს მეტი შესაძლებლობის შექმნაში და იმაზე მეტის გაკეთებაში, ვიდრე უკვე დაიწყეს. და ჩვენ, ვინც ახლა ვიმყოფებით ტრენინგზე, იქ ვართ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი რაოდენობა და მეტი იმედი მივცეთ უფრო მეტ ბავშვებს. ბავშვებს, ეს საოცარია. მე ვფიქრობ, ეს არის ამბავი, რომელიც მსოფლიოს უნდა ასწავლონ. სწორედ ამას აკეთებს ისრაელი, ამდენი ქვეყნისთვის. დოქტორ მულუ, როდესაც ხედავთ, როგორ არის ისრაელი წარმოდგენილი მედიაში და ხედავთ, რომ ხშირად ეს გაშუქება არც ისე დადებითია, რას გრძნობთ ამ დროს? ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა. ხედავთ, არის ბევრი. მედიაში არის ბევრი ინფორმაცია, რომელიც არ არის სიმართლე. დიახ. ისრაელში იქნები, კომფორტულად დასხდები და როცა მედიას უყურებ, ისინი სულ სხვანაირად წარმოაჩენენ. ამდენ ბოროტებას და სიძულვას ავრცელებენ ებრაელების მიმართ, ასე არ უნდა იყოს. ასე არ უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ სოფლიოს განკურნება სჭირდება. და ეს არის ის გზავნილი, რომელიც აქ ვიპოვე, სოფლიოს განკურნება სჭირდება, ტიკუნ ოლამ. აი ეს არის და ვფიქრობ, სასიამოვნოა იყო იმ გუნდის ნაწილი, რომელიც იმედს აძლევს. და ეს არის ის გზავნილი, რომელიც უნდა გავრცელდეს, რასაც ისრაელი აკეთებს ამდენი ქვეყნისთვის. კარგი, ვფიქრობ, რომ უბრალოდ თქვენის მსგავს საავადმყოფოში კამერას რომ დააყენონ და თქვენ ასევე ხედავთ, რამდენი ბავშვია რეგიონიდან, ბავშვები ღაზადან, ბავშვები ყველგანიდან, რომლებსაც მკურნალობენ, იცით, ქვეყნებიდანაც კი, რომლებსაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვთ. ზუსტად, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოდის ბავშვი. კი. ჩვენ ყველა ბავშვს თანაბრად ვეპყრობით. ეს არის ის, რაც აღმოვაჩინე და ეს არის ის, რაც კეთდება. და სწორედ ეს აძლევს იმედს, თუ ამას შევძლებდით, უფრო მაღალ დონეზეც კი, არა მხოლოდ ბავშვებზე, ეს კარგი იქნებოდა. და ეს არის ის გზავნილი, რომელიც გადაიცემა. და დოქტორ მულუ, ვიცი, რომ თქვენ ღრმად მორწმუნე ქრისტიანი ხართ. როგორ იყო ცხოვრება წმინდა მიწაზე, ომის დროსაც კი? მოგეწონათ. კარგი, ვაუ, კარგი. ეს ძალიან თავდაბალს ხდის. დიდი პატივია, რომ შეგიძლია იხილო ისტორია ცოცხლად. დიახ, ასე რომ ჩვენ იერუსალიმში ვართ. დიახ. შენ დადიხარ იმ გზაზე, რომელზეც უფალი იესო დადიოდა და ხედავ იმ ადგილებს, სადაც თითოეული მოვლენა მოხდა. ეს კიდევ ერთ მიზეზს გაძლევს, ირწმუნო, რომ ეს ისტორია მართალია. ეს გაძლევს მიზეზს, რომ გააძლიერო შენი რწმენა. და ვფიქრობ, ცხოვრება მოკლეა. ხო. ცხოვრება მოკლეა. უნდა გავაღიმოთ ადამიანები. შვიდობა უნდა იყოს, იმედი უნდა იყოს. დიახ. და ვფიქრობ, ეს არის ის, რაზეც რელიგიაა დაფუძნებული. რელიგია არ უნდა იქნას გამოყენებული ზიანის მისაყენებლად, მოსაკლავად, საერთოდ არა. სრულიად მართალი ხარ. მაშ რა იყო ყველაზე გასაოცარი შენთვის? შენი აქ ყოფნის გამოცდილებიდან მას შემდეგ, რაც ჩამოხვედი. აქ 33-ში ჩამოხვედიდი. დიახ. ეხლა უკვე 3 წელია, რაც აქ ხარ. კიდევ წელიწად ნახევარი დაგჭირ შენს მომზადებაში. და შემდეგ დაბრუნდები შენს ქვეყანაში და სხვა ქირურგებს ასწავლი. რა იყო ყველაზე გასაოცარი რამ, რაც აქ ყოფნისას აღმოაჩინე? აღნიშნავ ერთ რამეს, რაც პირდაპირ საავადმყოფოში დავინახე. ერთი რამ, რასაც სახლში წავიღებ, არის შეუპოვრობა, დანებებაზე უარის თქმა. ყავდა ბავშვები, რომლებიც სიცოცხლეს დაკარგავდნენ. მაგრამ ჩემი მენტორები არ ნებდებიან.
ანუ ამბობთ, რომ სხვა ექიმები ითხოვდნენ, აქ არაფერია გასაკეთებელიო. აქ ძალიან ბევრი ფაქტორია ჩართული. ზოგჯერ შეიძლება არ ქონდეთ შესაძლებლობა. შეიძლება არ ქონდეთ საჭირო აპარატურა. შეიძლება არ ქონდეთ საჭირო უნარები. ზოგჯერ ასეა. არსებობს მომენტი, როცა სხეულის დაზიანება შეუქცევადია და აღარაფერი შეიძლება გაკეთდეს. მაგრამ ხედავთ, ჩვენ ყოლია ბავშვები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ბავშვი აქ მოდის გულის პრობლემის გამო და შემდეგ. ისინი აქ მოდიან, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს. სადაც არ უნდა იყოს. საიდანაც არ უნდა მოდიოდნენ. ასე რომ ეს ბევრ ამ ბავშვთათვის ბოლო იმედია. მოდიან, დიახ, რა თქმა უნდა. დიახ. და შემდეგ საფუძვლიანი გამოკვლევებით, კიდევ უფრო მეტი გამოკვლევებით აღმოაჩენთ, რომ ამ ბავშვს სხვა პრობლემებიც აქვს. რა თქმა უნდა. ისინი მხოლოდ გულის პრობლემით არ შემოიფარგლებიან. ანგარიშები არ იზრდება, ამ ბავშვს სრულ ყურადღებას მიაქცევენ. ისინი ყველაფერს მიხედავენ, რაც ტვინში აქვთ. ისინი ყველაფერს მიხედავენ, რაც ზურგის ტვინში აქვთ. ყველაფერს მიხედავენ, იქნება ეს ანორექტალური მალფორმაცია თუ სხვა რამე, ყველაფერი გაკეთდება. და თქვენ ყავთ ბავშვი გენეტიკური პრობლემებით. შეიძლება ბავშვი, რომელიც არ ფუნქციონირებს, ბავშვი, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ ისინი გააგრძელებენ. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც შეიძლებოდა დაღუპულიყვნენ, მაგრამ ისინი გააგრძელებენ. და თქვენ ყავთ ყველაზე უფროსი სპეციალისტი მთელი ამ დროის განმავლობაში. ისინი სახლში არ მიდიან და საქმეს უმცროს ექიმებს არ არანდობენ. ისინი იქ იქნებიან ბოლომდე. ისინი იქ არ მიდიან. ბავშვმა უნდა მიიღოს საუკეთესო მკურნალობა ყოველ მომენტში. ეს უნდა იყოს ყველას პრაქტიკა. შესთავაზეთ, რაც შეგიძლიათ უკანასკნელს. სანამ არ გექნებათ საუკეთესო შესაძლო შედეგები. ეს საოცარია და სწორედ ამას აიღებ თქვენთან ერთად. მაგრამ იცით, თქვენი დრო აქ ცოტა არეული იყო. უკვე 2 ომში ვართ ჩართული. ზუსტად ასეა. 3 ომი. რას ფიქრობ შენი ოჯახის სახლში, როცა ხედავენ, რომ ამ ყველაფრის შუაგულში ხარ? ეს ძალიან სტრესულია. ხო. თქვენ ახსენეთ, რომ ოჯახი მყავს, მაგრამ ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა საერთო კეთილდღეობისთვის. დაუშვათ ჩვენი ახალგაზრდა მამა გადამზადებაზე. 3 შვილი მყავს. ვაუ. დიახ. და მათი შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებში მათ ესმოდათ, რომ უნდა ჩამოსულიყავი, რათა სხვა ბავშვებს უფრო დიდი პრობლემებით დაუხმარებოდი. და როცა ჩემი ცოლი ომის ამბებს ისმენს, პლუს იმას, რაც სოციალურ მედიაში ვრცელდება, ეს სტრესულია. ეს ყველასთვის სტრესულია. ჩემი მშობლებისთვისაც ყველა ნერვიულობს. მათ უნდათ, რომ სახლში დავბრუნდე. მაგრამ დროის განმავლობაში ყველანი ვსწავლობთ, რომ ეს ციკლებია, ისინი მოდიან და მიდიან. ისინი მოდიან და ჩემი უსაფრთხოება გარანტირებულია. და მათ მშვიდად აქვთ გული, რომ იქ სადაც ვარ, კარგად ვარ. ასე რომ ეს გზა ერთად გავიარეთ, ძალიან მხარდამჭერი ოჯახი. ვაფასებ იმ სხერპლს, რომელსაც ისინი ირავენ. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ბევრ ოჯახს დავეხმარებით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ჩემთვის ასე ჩანს, რომ როცა წელიწად ნახევარში სახლში დაბრუნდებით და თქვენი მომზადება დასრულდება, თქვენ თქვენს ქვეყანაში სიცოცხლის გადარჩენის წინა ხაზზე იქნებით. ეს დიდი პატივია. ეს არის ის, რაც თქვენ აქ ყოფნით გააკეთეთ. დიახ. ეს დაუჯერებელია, თქვენ აუცილებლად გაქვთ. დაუჯერებელი პრივილეგია, რაც ჩვენ გვაქვს. რა დაუჯერებელი მისიის განცდა გაქვთ. დიდი მადლობა. აქ ყოფნა და ამ ყველაფრის გადალახვა იმისთვის, რომ მეტი ბავშვი გადაარჩინოთ. არა მხოლოდ აქ, არამედ თქვენს ქვეყანაშიც. რა არის თქვენი გზავნილი მსოფლიოსთვის აქ ყოფნის შემდეგ? ზამბიელი უკვე 3 წელია აქ ის. დიახ. მსოფლიოს სჭირდება იმედი. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია რაღაც გააკეთოს. ჩვენ შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ მსოფლიოს გადასარჩენად. და როცა ბავშვს გადაარჩენ, თან მსოფლიოს გადაარჩენ. ოჯახს აძლევ იმედს, ქვეყნებს აძლევ იმედს, მთელ მსოფლიოს აძლევ იმედს. თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში გაავრცელეთ სიკეთე. და მიიღონ განკურნება. ნება მიეცეთ ყველას კონდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხი. ნება მოგვეცეს, ავიცილოთ თავიდან არასაჭირო სიკვდილის შემთხვევები. იყოს მშვიდობა. ამინ. ექიმი ზაქია მულუ, დიდი მადლობა, რომ ამ ქვეყანაში ხართ. დიდი მადლობა თქვენი სამსახურისთვის. არა მხოლოდ ბავშვების მიმართ მთელ მსოფლიოში, არამედ თქვენი სამსახურისთვის აქ, ისრაელში, ომის დროს. ვილოცებ, რომ როცა სახლში დაბრუნდებით, კვლავაც გადაარჩინოთ ბევრი, ძალიან ბევრი სიცოცხლე. მადლობა. დიდი მადლობა.